მოგესალმებით, თქვენ უყურებთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის YouTube არხს, ეს კი გადაცემაა მედიცინა შენსერაზე. დღევანდელ ჩვენ გადაცემაში შევეხებით საკმაოდ მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხს, რაც გულისხმობს უშვილობას. ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ამ თემაზე სანდო ინფორმაციის მისაღებად დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ექიმი, გინეკოლოგ, რეპროდუქტოლოგი, ასოცირებული პროფესორი, მადლიერებისა და ბედნიერების ელჩი, ბატონი არსენ გვერიტაძე. მოგესალმებით ბატონო არსენ და მადლობას გიხდით თქვენი დროის გამოყოფისათვის, რომ ხართ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი. საღამო მადლიერებისა თქვენ და თქვენ მაყურებლობო, ვინც ახლა ჩვენს აზრთა გაცვლა-გამოცვლა შემოუერთდებით. ბევრი მადლობა, პატივისცემა, ეს ჩემი ალბა მატერია და მასთან მთელი ჩემი ცხოვრების წინა საუკუნე და 21 საუკუნის მე 20-იანი წლებიდან ყველაზე დიდი აღმაფრენა მაკავშირებს. და ამისათვის ბევრი მადლობა თქვენს ხელმძღვანელობას თუ თანამშრომლებს თუ სხვა 14 კომპოზიცია დგას ჩემი აქ როგორც ხელოვანის, რომელიც სიცოცხლეზე, სიხარულზე, მიზნის დასახვაზე, ბედნიერებაზე, მეგობრობაზე, მასწავლებელთა მადლიერებაზე და სხვადასხვა სენსიტიურ საკითხებზე ადამიანურად პასუხობს. მინდა პირველივე კითხვა დაგისვათ ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა თქვენს შემოქმედებას აუცილებლად შევეხებით, მაგრამ პირველ რიგში თქვენ ყოველდღიურად გაკითხავთ წყვილები, რომლებსაც სურთ შვილის სკოლა, შვილის შეძენა. მაგრამ აქვთ გარკვეული პრობლემები. პირველი კომუნიკაცია თქვენგან ამ ადამიანების მიმართ როგორია? რითი იწყებთ კომუნიკაციას ამ ადამიანების მიმართ? მაგალითად დღეს პაციენტები ვინც იყვნენ, წყვილი იყო ერთი მხოლოდ ბატონი იყო მოსული, ერთიც ასევე ნახეთ გარდა მისალმებისა და გარდა იმ კონკრეტული საკითხისა, სანამ მიხვალ კონკრეტიკამდე, მე პირადად რადგან ბედნიერების 85% ადამიანურ ურთიერთობაშია, ეს ჩემი ნახატი, ჩემი სამუშაო მაგიდეს კედლის, ანუ ჩემს თავზე მიკიდია და ამას ყოველთვის პირდაპირ ხედავენ დიდია ნახატი მოსული სტუმრები, წყალებში ასე ვამბობ. ხშირად ბევრი ადამიანი მეუბნება უცხოელიც და ჩვენიც უცხოელი უფრო ხას უსვამს. ბევრ კლინიკაში ყოფილ ვარ და ასეთი ექიმის სამუშაო ანუ ხელოვნების გარემო არ მინახავსო. დიახ, იმიტომ რომ იქ მე ვატარებ მთელ ცხოვრებას და მათთვისაც უნდა იყოს განტვირთვადი და პირველი რასაც ვაკეთებ, რომ შემოდიან, ოღონდ მართლა ასია ეს, ძალიან მარტივ რამეს ვაკეთებ, ვაწვდი კამფეტს. და გარკვეულწილად ეს განმუხტავს ემოციებს. შემდგომ ამისა ეცნობი ადამიანს, მის გვარს და წარმომავლობას თუ ვინმეს იცნობა. ანუ ქმნი გარემოს, როდესაც ადამიანი პირდაპირ, აბა მითხარი რა გაწუხებს და რა არა. ამის საპირწონეთ ჯერ ადამიანს ხედავ. მას ესაუბრები დღეს მე მაქვს ამის უფლება 62 წლის ასაკში, როგორც კლინიკის ხელმძღვანელს, რომ მხოლოდ გარკვეული წამები და წუთები არ დავთმოთ. უსაჭიროა შემიძლია 2 საათის ვესაუბრო. ვაძლევ ამ ფუფუნებას საკუთარ თავს, ეს ყოველთვის ასე ვერ იყო, რა თქმა უნდა. და ვამთავრებ, ცოტა გრძელი პასუხი იყო, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ სწორედ ასე უნდა შეიყვანო ადამიანი და შეხვიდე მასთან ურთიერთობაში, რომ ურთიერთობა მოიპოვოთ და ვეუბნები ერთ-ერთი, რაც ყველაზე ძალიან მიყვარს ოპერაციის წინ პაციენტს, რომ დახედავ, ჩემი შვილი რომ იყოს აქ. მარიამ გვენეტაძე თუ ლუკა გვენეტაძე იჯდეს ჩემ წინ, რაც უნდა აუხსნა ამ საკითხზე მას და როგორი ემოციითაც უნდა მიუდგე ამ საკითხს, გააძლევთ სიტყვას, ისეთივე ქმედებით ვიქნებით თქვენთან. ეხლა ამას რომ ამბობთ, ბატონო, როგორ შეიძლება თქვენივე შვილივით? ეცეთ სხვა ყოფნის ნიჭი ქვია ამ წიგს და მე როცა დაუბრუნდებით, მე მივახცი, აქ მიწერია.
იმას რომ გავხდი ის ვინც ვარ, რაც ბედნიერს არ ხდის, იმას აღარ ვაკეთებ. ბედნიერს ვარ ხდიდეს ახლა აქ ძდომა და აქ მოსვლა, მე ამას არ გავაკეთებდი და ისიც, როდესაც აი თქვენ ახალგაზრდა კაცი ხართ, როდესაც რაღაც დამოკიდებულებაში შეხედავთ, რომ თქვენ ისევე გინდათ დაიხარჯოთ ემოციურად ვიღაცისთვის, სრულიად უცნობისთვის, როგორც თქვენი შვილისთვის, ან ოჯახის წევრისთვის დაიხარჯებოდეთ, ეს დიდი ბედნიერება. აი ამას ვეუბნები და ამას ვაჩვენებ, რომ მე ღია ვარ როგორც ექიმი მისთვის, როგორც ადამიანი და მე ნდობა რომ დგება ის ყველაფერში გეხსნა. ვისაუბროთ ასევე პრობლემის აქტუალურობაზე. წამოვჭერით პრობლემა, რომ დგას დღის წესრიგში, ასე რომ ვთქვათ, ბჭყალებში უშვილობა. რამდენად აქტუალურია ეს საქართველოს, ასე რომ ვთქვათ, მასშტაბით? ნახეთ, ცალკე სტატისტიკა საქართველოში არ არსებობს. იმიტომ სტატისტიკა ცალკე მეცნიერებაა მოგეხსენებათ და მას ცენტრალიზებული კვლევა და დიდი ამბავი ჭირდება, დიდი შრომა და რუდუნება. ამიტომ პატივისცემა ყველას ჩემი, მაგრამ როდესაც ადამიანებმა ძალიან გაიზარდა უშველობა, ძალიან შემცირდა, ხა ჩემთან თუ გუშინ მოდიოდა 10 პაციენტი და დღეს მოდის 15, ეს იმას კი არნიშნავს, რომ სტატისტიკა გაიზარდა. ერთხელ ერთმა ადამიანმა თქვა, მოდიო, ჩემი სტატისტიკა იქნება. ჩემი სტატისტიკა არის ჩემი პირადი საქმიანობა ამ ნაწილში, მაგრამ ეს არ შეიძლება იყოს ქვეყნის სტატისტიკა. ანუ ჩვენ მივეკუთვნებით ზოგადად ევროპული ტიპის ქვეყანას ამ თვალსაზრისით, საბედნიეროდ 15%-ია საშუალოდ წყვილების რაოდენობა, ასე ვთვლით, უნაყოფობითა გამოწვეული პრობლემით. ანუ 100 წყვილი რომ შედგა როგორც თანაცხოვრების სურველი და შვილის გაჩენას ინდომებს, დაახლოებით 15 მათგანს სხვადასხვა ტიპის პრობლემა გაუჩნდება. დაახლოებით აქვე ვიტყვი, ალბათ ცალკე კითხვათ იქნება სავარაუდოდ, არ იყიდეთ როგორც მახსოვს. აი მამაკაცებში რამდენი, ქალებში რამდენი. აქაც ძალიან კარგი ბალანსია, გენდერული ბალანსი. საშუალოდ 35-40%-ია უშველობის წილი ქალის ორგანიზმით გამოწვეული, დაახლოებით ამდენივე პლუს მინუსი მამაკაცის ორგანიზმით და დარჩენილი თქვა 40 და 40 რომ არის. ეს რჩება 80%-დან 100-მდე 20. 20%-ში აღმოჩნდება, რომ ორივე მათგანს მეტ-ნაკლები პრობლემა აქვს. ანუ წყვილთან ცალკე აღებულად, ცალკე ერთ-ერთის კვლევა და მეორეზე არა უშავს კაცო, ეს მერე ვნახოთ. ეს არასწორია, ეს დროის დახარჯვაა, ეს ემოციების არასწორი მართვა და ეს მატერიალური თუ ფსიქოლოგიური ასე ვიტყოდი, რთული დანახარჯია წყვილისთვის. ანუ ურჩევთ რომ ასეთ წყვილებმა ორივემ ჩაიტარო. ჩემო ძვირფასო ნიკოლოს, არა თუ ვურჩევ, არამედ 2x2 4-ია, მე გირჩევთ თქვენ რომ 2x2 4, ამას ხომ არ ვეტყვი ადამიანს. ეს ნათელი რეკომენდაციაა მტკიცებითი. მithumet ეს მამაკაც თუ სხვა პრობლემები არ აქვს, რამოდენიმე კვლევა ჭირდება სულ, სპერმალური და ინფექციური კვლევები, ეხოსკოპიური კვლევა, მათ შორის სათესლე ჯირკვლის, ამაზეც აუცილებლად ველაპარაკებ, როგორც კიბო გადატანილი და იქ უკვე თუ ყველაფერი სხვა და აუცილებელია ძალიან კარგად ჩახვიდე მათ ინტიმურ თანაცხოვრებაში. ანუ ნდობა მოიპოვო და გითხრა, კარგად აქ გვაქვს სექსის საქმე, როგორ აქვს ცოლ-ქმრული ურთიერთობა ეკითხები და ნუ კარგად. ეხლა მე ცოტა უფრო კარგად ჩაუღრმავდები და დათვლი აღმოჩნდება, რომ ზოგჯერ თვეში 3-4 აქვთ მხოლოდ ცოლ-ქმრული ინტიმური ცხოვრება, ან სამსახურებრივი, ან სამევლინებო, ან შესაძლებლობისა და მოთხოვნილების ბალანსის, ან ოჯახური ხანდისხან ადამიანები ცხოვრობენ დიდ ოჯახებად და ფსიქოლოგიურად ძალიან ძნელია, როდესაც უამრავი ადამიანი ცხოვრობს, იქ განმარტოვების, ეს ყველაფერი თითქოს გასაღიმებელია და ეს თუ არ იცის ექიმა და შემხოლოდ თუ წამლებზე გადახვედი და კვლევებზე და აღმოჩნდა, რომ ყველაფერი მოაგვარე, მაგრამ მათ არა აქვთ მინიმუმ 2 დღეში ერთხელ იმ შუა პერიოდში განაყოფიერებისა მე-10-დან მე-11 დღემდე ინტიმური თანაცხოვრება, სექსს რომ ვეძახით, ვერ დაორსულდება ბატონო. არ ვიღაცა ხო ორსულდება და ცოდნა ამის შესახებ. ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანი. ზოგჯერ განათლებული ადამიანს ექიმმა მითხრა, მე მყავდა პაციენტი ესე, ჩაწერილიც მაქვს ჩემს სექსოლოგიის წიგნში, რომ ექიმმა მითხრა, რომ მხოლოდ ერთხელ შეგიძლია იცხოვრო
და მეორე დღესაც თუ იცხოვრებ ამ თვის განმავლობაში, ერთი ციკლის განმავლობაში, საშვილოსნოს ცეცხლი წაიკიდება. ხა ცეცხლი წაიკიდება, ასე ვთქვათ, გადატანითი მნიშვნელობით, მაგრამ მხოლოდ ერთხელ და ის გაანაყოფიერებს. და ასე აღმოჩნდა, რომ გათხოვილი იყო ქალი 2 წელი იყო თუ რაღაც და სულ თვეში ერთხელ 24 ჯერ ქონდა. ანუ მთელი ამ 2 წლის განმავლობაში სექსი. და მეუღლე არა პროტესტებს მეთქი. კი აპროტესტებს, მაგრამ მეუბნებია, რომ თუ მეტჯერ გვიქნება ორსულობა არ შედგებაო. სრულიად აცდენილია ეს არა თუ მითია, ეს არასწორი ხედვა. რა არის უშვილობის გამოწვევი მიზეზები? განვიხილოთ როგორც კაცის პერსპექტივა, კაცებში რა არის მთავარი პრობლემა, ასევე ქალებში რა პრობლემებს ხვდებით თქვენი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. ჩემო ძვირფასო ნიკოლას. ჩემი პირადი გამოცდილება, ან როდესაც ექიმი იძახის, აი ჩემი გამოცდილება ამას მიჩვენებს, ამას ისე გადატანითად რო ვთქვათ, მტკიცებით მედიცინაში ჭედონის მტკიცებულება აქვს. ჭედონე კი იცით სადაც არის, ხო? ანუ აქ ლაპარაკია ექიმის განათლება უნდა მოდიოდეს თანამედროვე კვლევებზე დაყრდნობით. მათ შორის რეპროდუქტოლოგია არის სამედიცინო დარგი, რომელიც მუდმივად და ძალიან სწრაფად იცვლება. სხვა ახლა აქ რომ მოვდიოდი, მიმოწერა იყო ჩემს ერთ-ერთ მეგობრების ჯგუფში, ერთი ამერიკაშია, მეორე ანუ რამოდენიმე გამოგზავნეს, რომ ერთ-ერთი ექსპერიმენტის შედეგი დაიდო, პირველად წავიკითხე მეს დღეს, რომ კვერცხუჯრედის სპერმატოზოიდის გარეშე ვირთაგვის სხეული შექმნეს ღეროვანი უჯრედებით და ის ვითარდება დღეს, ასე ვთქვათ, ინკუბატორში ჯერ არ დაბადებულა საბოლოოდ, ანუ არ შექმნილა ბოლომდე. ეს რატო ვთქვი ახლა? ვინმე რომ განაყოფიერება, მე ძალიან მარტივად ჩამოვდედამიწდები, ანუ დედამიწაზე დავადგამ ფეხს. 2012 წელს, როდესაც პირველი ინვიტრო განაყოფიერება ჩემს კლინიკაში გავაკეთეთ ჩვენ, ეს არ იყო საქართველოში პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენს კლინიკაში იყო პირველი. და ჩემი ხელით გადავიტანე ის პირველი ის ორი ბავშვი დღეს უკვე მე 13 თუ მე-5 კლასში არ ვიცი, დაახლოებით 13 წლის იქნებია, ხო 12-13 წლის. გადავიტანე და ორსულობა დადგა ნაყოფი, ანუ ემბრიონი მომზადდება, რა არის ინვიტრო განაყოფიერება, ბარემ ეს კითხვაც იქნება სადღაცა, ხო? როდესაც კვერცხუჯრედის მომზადება ხდება ქალის ორგანიზმში, მომწიფება მეტი რაოდენობით ვიდრე ის ბუნებრივად ერთი მწიფდება ერთ ციკლზე და ჰიპერსტიმულაციის, ანუ გაძლიერებული სტიმულაციის წამლების დახმარებით, ჰორმონალური წამლების დახმარებით, რამოდენიმე კვერცხუჯრედი მწიფდება საკვერცხეებში, 5-10 გააჩნია წლოვანებას. ამაზედაც ვილაპარაკებთ ალბათ, წლოვანება და რეპროდუქციული შესაძლებლობები ქალის. მომწიფდება ეს კვერცხუჯრედები, ეხოსკოპიური გზით პუნქციას ეძახიან, ანუ ჩხვლეტით საკვერცხიდან ამოღებული იქნება ეს კვერცხუჯრედები და ემბრიოლოგიურ ლაბორატორიაში შემოწმდება მათი ხარისხი, მომწიფებადობა, ვარგისიანობა და სხვა. აღებული იქნება მეუღლის სპერმა და მოხდება ლაბორატორიაში მისი განაყოფიერება, სპერმის შეყვანა კვერცხუჯრედში. ამის შემდეგ 3 დღის შემდეგ ნახულობ რამდენი კვერცხუჯრედი გახდა, განაყოფიერდა და დაიწყო ემბრიონად განვითარება. 5 დღის თავზე, როდესაც ის მიაღწევს განვითარების რაღაც ფაზას, 5 დღეზე მივა, შემდგომ ამისა ის შესაძლოა ან გადატანით იყოს მზად, ან გენეტიკური ანალიზის ასაღებად და გაიყინება, რომ დაელოდოს პასუხს. არის თუ არა გენეტიკურად დავარქვათ ასე იმ 5 გენიდან ჯანმრთელი გადასატანად. ვიზუალურად კარგია, მაგრამ გენეტიკური დამატებითი კვლევა. ესენი ყველაფერი წლების წინ არ არსებობდა. წლების წინ იყო მხოლოდ მესამე დღესაც გადაგქონდა ხანდისხან, იმიტომ რომ საშვილოსნოშივე განვითარდებოდა თუ იქნებოდა. დღეს უკვე მომზადებული, კარგად შესწავლილი ემბრიონის გადატანით 50%-ზე ზემოთ წავიდა ორსულობების მიღების რაოდენობა. ახლა მიზეზებზე ვლაპარაკობთ. ეს არის ინვიტრო განაყოფიერება. და აქვე მინდა ვთქვა მაყურებელს, რომ ინვიტრო განაყოფიერება არ ნიშნავს, რომ ბარემ გავიკეთებ ექიმო და 100%-დან 100% დადგება ორსულობა. ასეთი რამე არ არსებობს დედამიწაზე, ანუ განწყობა უნდა იყოს შესაბამისი, რომ დაახლოებით 50-50.
მიზეზები მკითხეთ ქალებსა და მამაკაცებში. მამაკაცებში ის დაავადებები, რომლებიც შესაძლოა იყოს სპერმის გამომუშავების დამაბრკოლებელი ან ხარისხის ან საერთოდ დამთრგუნველი სათესლეებში. დაწყებული ინფექციური ყმაყურას ტიპის დაავადებიდან დამთავრებული სქესობრივი გზით გადამდები მძიმე დაავადებებით, გონორია იქნება თუ სხვა, თუმცა საბედნიეროდ ეს ნაკლებია, იმიტომ რომ თანამედროვე ეპოქაში, როგორც კი ახალგაზრდა ადამიანი იგრძნობს ჯერ ერთი ხმარობს დაცვას, თქვათ მრავალ კავშირების დროს და ნაკლები შანსია დაავადების. თუ ავადდება, მალევე იწყებს კურნალობას და აღარ მიყავს ღრმა პრობლემები. თუმცა ზოგჯერ არის თანდაყოლილი, მაგალითად სათესლე ჯირკვალი არ არის ჩამოსული დაბადებისას სათესლე პარკში და კრიპტორხიზმი ჰქვია მას და პაციენტები ამბობენ თიაქრის ოპერაცია გამიკეთეს. სინამდვილეში ეს თიაქარი არ არის. სინამდვილეში სათესლე ჯირკვალი განვითარების მუცლად ყოფნის პერიოდში ვერ ჩამოვიდა სათესლე პარკში და ან კანქვეშ დარჩა, ან კიდევ უფრო ზემოთ. ეს დღეს უკვე კარგად არის შესწავლილი და მრავალი წლების წინ ამას გვიან აღმოაჩენდნენ. დღეს როგორც კი იბადება ბავშვი, მაშინვე ნახულობენ, მაშინვე ეხოსკოპიით და თუ საჭიროა, მალევე კეთდება ეს ჩამოტანა. შესაბამისად, სისხლის მიმორაგება მცირდება და სხვა, შესაძლოა სათესლე ჯირკვალი ზომაში პატარა, ამიტომ მჭირდება სათესლე ეხოსკოპიები და მაშინ სპერმატოზოიდების. ან თესლის გამომტანის ადინარების დახშობა რაღაც ინფექციებით. ანუ მრავალნაირი შეიძლება იყოს. ამას ემატება ფსიქოემოციური თუ ორგანული დისფუნქცია, ანუ ერექციის პრობლემები. ანუ თუ ის ბუნებრივად ვერ ახორციელებს ერექციას, ბუნებრივი გზით ორსულობის დადგომა ბუნებრივია, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ეს რაც შეეხება მამაკაცს. ქალში კიდევ უფრო მეტია. იმიტომ რომ ქალში სამი ძირითადი რამ უნდა იყოს, მამაკაცში მხოლოდ სპერმა უნდა იყოს ვარგისი და მე დავარქვათ ასე სექსი უნდა იყოს შეძლებადი. ანუ ერექცია უნდა დგებოდეს და საშოში სპერმის დაღვრა. ქალში სამი რამ უნდა იყოს აუცილებლად ამისათვის მზაობაში. საკვერცხეში უნდა მწიფდებოდეს კვერცხუჯრედი და ისიც დროულად უნდა მწიფდებოდეს და გადმოდიოდეს, ანუ რუპტურას, ანუ ოვულაციას ეძახიან. კვერცხსავალი მილები უნდა იყოს გამტარი და საშვილოსნოს ღრუს ლორწოვანი, ანუ ენდომეტრიუმი 7 მმ-ზე მეტი უნდა იყოს ეხოსკოპიურად, ანუ ნიადაგი მზად რომ იქ პინოპოდიებს ეძახიან. დავარქვათ ასე გასაგებენაზე ვილაპარაკეთ, რომ თქვათ ნიადაგი უნდა იყოს მზად, რომ თუ თესლს ჩადებთ გაუფხიერებელ ნიადაგში, ის ძნელად ამოვა. თუ თესლს კარგად მომზადებულ ნიადაგს დაახვედრებთ, ანუ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედზე ამ შემთხვევაში ლაპარაკი, უკეთესად მიემაგრება და გამოზრდის ვაჟი გინდა თუ ქალი მას. აი, თითეული მათგანი ენდოკრინული სახის, ინფექციური დაავადებების, მექანიკური ანუ შეხორცებების თუ სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება განვითარების ანომალიებით, თავისებურებით შეიძლება იყოს გამოწვეული. და ჰორმონთა მნიშვნელოვანი ყველაფერი რომ წესრიგში იყო ძალიან მიყვარდა, როდესაც ესეთი კლინიცისტი ახალგაზრდა ვიყავი, ჰიპერპროლაქტინემიით პაციენტს რო იპოვიდი. ანუ ყველაფერი თითქოს გარეგნულად არაფერი ჩანს და იპოვიდი რომ პროლაქტინია მაღალი ჰორმონში. აუ როგორ მიყვარდა, იცი რატომ იცი? დაუნიშნავდი და პირველ 2-3 თვეში 10-დან 7-8 დაორთულდებოდა. თუ სხვა არაფერი უშლიდა ხელს. ანუ როგორც კი იმას დასწევდი და შენც ახლა წელში გამართული იყავი, მაშინ სხვა ეპოქა იყო, მე-20 საუკუნის ბოლოა, ამდენი არც გამოკვლევების შანსი არსებობდა და არც მატერიალ-ტექნიკური ბაზა. ახლა კი შევეხოთ ასაკს. თქვენ უკვე მომაწოდეთ ეს პროშურა და პროშურა მომაწოდეთ და მშვენივრად წერია, მაგრამ ჩვენს მაყურებელს გავაცნობ თუ რა როლი აქვს ასაკს შვილოსნობის დადგომაში, ან უშვილობაში რა როლი შეიძლება ითამაშოს და რა არის ყველაზე ხელსაყრელი დიაპაზონი ასაკისა, როცა უნდა ელოდნონ. ძალიან კარგი კითხვები გაქვთ მომზადებული და საინტერესოა ძალიან, რომ გავუმიგზავნით, ძალიან მომეწონა პაციენტებს შორის გადავხედე. ნახეთ, მადლობა. ეს ნახატი არის დრო რეპროდუქციისათვის. წაიკითხეთ რა წერია. პირველი,
საუკეთესო დრო შვილოსნობისათვის 35 წლამდე კვერცხუჯრედის მარაგი და ხარისხი უნდა იყოს შვილის გაჩენისათვის საუკეთესო. ეს ჩემი ნახატია 18-დან 35-მდე. ეს ნახატი 2016 წელს დავხატე კოგნიტიური შემეცნებითი არტი ქვია და 2019 წელს სოფლიო კონგრესზე, RPL სოფლიო კონგრესზე იერუსალიმში 5 დეკემბერს, ეს იყო პანდემიამდე. მქონდა მოხსენება, ერთ-ერთი მოხსენება, კოგნიტიურ შემეცნებითი არტი და რეპროდუქტოლოგია. ჩემი დახატული ნახატის ფონზე იყო. და საქმე იმაში იყო, რომ წინადღით 4 დეკემბერს ახალგაზრდა ქალმა გააჩინა შვილი საკისრო კვეთით, ისე დაემთხვა უბრალოდ. და ამაში დიდი გადამწყვეტი როლი ითამაშა ნახატმა. რა? ნახატმა შვილი გააჩინოს, გაგიგიათ ეგეთი რამ. ეხლა გეტყვით როგორ? 37 წლის იყო ეს ქალბატონი. და მოხდა ჩვენთან კლინიკაში რაღაც საკითხებზე არ ვიტყვი რაზე. უშვილობაზე არა, საერთოდ ქორწინებაში არ იყო, საერთოდ შვილოსნობის შესახებ არაფერი ფიქრიც არ ქონდა. წაიკითხა და ნახა ეს ბროშურა. მე რაღაც ახლო ურთიერთობები მქონდა და მან თქვა რომ იცითო დავფიქრდი და მივხვდიო. მე ჯერო გათხოვებისთვის არ ამყავს შესაბამისი ობიექტი, ფიქრშიც არ მაქვს. გამოდის რომ მე 38 რო გადავაბიჯებ, რომლის მერეც მნიშვნელოვნად მცირდება კვერცხუჯრედის, ეს კი არ ნიშნავს რომ არ ხდება, მაგრამ მნიშვნელოვნად მცირდება 40 წლის ზემოთ 5%-ზე ნაკლებია ბუნებრივი გზით ჯამრთელი ქალი და ჯამრთელი კაცი რო ცხოვრობენ, საუკეთესო ჯამრთელები 5%-ია ორსულობის ალბათობა ბუნებრივი გზით. მაშინ როცა 35 წლამდე ჯამრთელებში ეს დაახლოებით 85%-ია. ხო? შეხედეთ ახლა. რო ნახა ეს, მოდი თქვა რო დავფიქრდიო, მივხვდიო, ეხლა მე მალე გავხდები 38-ის. მე იმის საშუალება რომ მე მარაგი რო შემიმცირდება, მატერიალურად გავიკეთო, იმიტომ რომ განაყოფილებს არ მექნებაო. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილებაო, საქართველოს კანონმდებლობა აძლევს უფლებას ადამიანებს, ქალებს, რომ ისინი გახდნენ დედა მიუხედავად ქორწინებისა და გამოიყენონ დონორის სპერმა ამისათვის. ეს სპერმები მოდის გაყინული, გამზადებული ევროპიდან შემოდის წინასწარ გამოკვლეული სპერმა. ჩვენც დავეხმარეთ ხა ვთქვათ როგორც კოლეგიალურად თუ სხვა მხარდაჭერა უკეთეთ ფსიქოემოციური და გარკვეული მატერიალურიც პირველივე ცდაზე დონორის კვერცხუჯრედით ჩაატარა სტიმულაცია ჩავატარეთ და დღეს მას ყავს ესე იგი 2019 წლის 4 დეკემბერს თუ გაჩნდა დღეს 25 წელია ხო 6 წლის გახდება 4 დეკემბერს ეს ფანტასტიკური გოგონა აი ეს რატომ ვამბობ და ვთვლი ჯერ მან თვითონ ჩათვალა მაგრამ მე რატომ ადამიანებს ჩვენ დაფიქრდით კარგად თქვენს ბატონებო ვინც მისმენთ ხანდახან რაღაცას რო გეტყვიან კი გებულობ მაგრამ ვიზუალურად ანუ თვალით სანამ კარგად არ შეხედავ შეიძლება ისე ვერ გააცნობიერო ეს რომ ნახა ნახატზე თან წაიკითხა ესენი დაფიქრდა და თქვა თუ შვილი მინდა ეხლა უნდა ვიმოქმედო საუკეთესო პერიოდი შვილოსნობისთვის ითვლება 27-დან პირველი შვილისაც 27-დან 30 წლამდე. არ ნიშნავს რომ 35 წუთია ან 32 ან პირიქით, მაგრამ საუკეთესო მკითხეთ და ამ დროს ითვლება პირველი შვილის. ეხლა ნახეთ, შვილი მარტო გაჩენა ხომ არ არის ბატონო. მას ხომ ფსიქოემოციური ზრდა, სოციალური მხარდაჭერა და ეხლა ჩვენ გვყავს პაციენტი წელს ეხლა რა არის 2025 17 მარტს იყო მე მგონი გერმანიაში ერთ-ერთ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში ქართველი არ არის ის ჩამოვიდა ჩვენთან შარშან აგვისტოში გადავიტანეთ ეს კვერცხუჯრე ეს გამზადებული ემბრიონი და რა თქმა უნდა დონორით 67 წლის იყო მაშინ 68 წლის ასაკში გააჩინა ეს ფოტოც კი გამოგვეგზავნა ბუნებრივია მე აქ ახლა მას არ გავა მაგრამ ხანცხა ფიქრობ და როგორ შეიძლება კანონი ჩვენ ქვეყანაში ამას არ კრძალავს და ის რამაც კანონი არ გძალავს შენ არა გაქვს უფლება ეკებს არ გააკეთო ისეთი ბედნიერია ეს ქალი ახლა რამდენ ხანს უნდა ზარდოს რას იზამს მე ვერაფერს გეტყვით მაგრამ კანონი თუ არ უგძალავს მე არ მაქვს უფლება ჩემ ჭკუაზე ვთქვა რომ ეს კარგი საქმეა ან ეს კარგი ცუდი საქმეა აქვე ერთ მნიშვნელოვან ნაწილს დავამატებ თქვენის ნებართვით კი ბატონო რა თქმა უნდა მე როგორც კი მოვგადატანე ლარსენ გვენეტაძეს უკვე რამოდენიმე წელია ბოლო 3-4 5 ჩემთვის ცუდი და კარგი ადამიანები აღარ არსებობენ. ჩვეულებრივი მომენტია რომ იყოს ცუდი და კარგი, ხო, რასაც მთელი ცხოვრება.
არსებობენ ადამიანები კარგი და საუკეთესო. ცუდი სად წავიდა? ცუდი კი არ სად არ წავიდა, ჩემი ხედვა შეიცვალა, რომ ჩემთვის ეს ადამიანი აქეთ ამ მხრიდან რომ ცუდი იყო, იგივე ადამიანი იგივე მომენტში ნიკოლოზის მხრიდან იყო საუკეთესო მისთვის. ცოტა კუთხე რო შევცვალე, ბიჭო, მთლად ცუდი არ ყოფილა ეს კაცი, ვიფიქრე. და ბოლოს მესამე რომ მოვისმინე ეს კვლევა, მაშინ საერთოდ ამოვაგდე ამაზე. აღმოჩნდა რომ როდესაც თქვენ ნიკოლოზ, მე, თქვენ ბატონებო, ვინც ახლა გვისმენთ, ვიღაცაზე ვფიქრობთ, რომ ის ძალიან ცუდი კაცია, ვიღაც გრიშა. სულ არ არის აქ, მაგრამ სიცხლე აქ იდუღდება. სიცხლში გამოდის ტოქსინები, რომელიც შესწავლილია ლაბორატორიულად. სიცოცხლის ხარისხს და ხანგრძლივობას ამცირებს. და მივხვდი რომ ახლა გრიშა ცუდია თუ კარგია, ამის გამო მე ჩემი სიცოცხლე რატო უნდა შემემცირდეს? გრიშა სადღაც საერთოდ იქაა, საერთოდ არ არის ამ ცუდას აქ. და ამას მეეხება სწორი მოქმედება და არასწორი მოქმედება. აღარ არის ჩემთვის ასე სწორედ ამ წიგნში დავწერე. ხანდისხან არ ყოფილა თქვენ შემთხვევაში რაღაცა შორი და სხვანაირად მოგჩვენებიათ, მე ცოტა ან შეხედეთ, ან სხვანაირად წაიკითხეთ, ან ბიჭო არ ყოფილა მთლად ასე. ამიტომ ტოლერანტობა 25 მაისს მე დამაჯილდოვეს ახლა შვედეთში, შვედეთისა და ევროპის კომიტეტმა მშვიდობისა და ბედნიერების ელჩის სტატუსი მშვიდობის დაამატა და საჯაროდ დამაჯილდოვა. იქ რომ გამოვედი სიტყვით ტოლერანტობა, მიმღებლობა ყველაფრის მიმართ. ყველაფერი უნდა იქნება არ მარგა ეს, იქნება ის ესეთია. ბატონებო, კანონს თუ არ არღვევს, ჩემთვის ის თუ არ არის მოსაწონი, მე არ გამოვიყენებ, მაგრამ მე ამის გამო ვიღაცა იქ ვარ შუა საუკუნეებში რომ ჯვარზე ვაცვათ, ხო? ამიტომ ცხოვრების ხარისხი, მათ შორის შვილოსნობის სტიგმაზე, რომ რა კარგი ბიჭი ხარ შენ და არსენ და ეხლა შვილი გჭირდება და უნდა გყავდეს. კიდე არა გყავს, მე კარგი მინდა და მიტო გეკითხები. ანუ ეს არის ზეწოლა და მძიმე, ხშირად უთქვამთ წყვილებს. ან ცალკე მეუღლეს, მამაკაცს ან ქალს რომ აღარსად აღარ მინდა წასვლა, არსეც სანათესაოში თუ სამეგობროში, ყველა რო დაბიჭები დავლეთო, კაი ბიჭო, ერთი შვილი ვერ გააკეთე და ანუ ეს თითქოს ხუმრობა, თითქოს და ეს მძიმე დაღია. მაღალი განათლებული ადამიანები ამას არ აკეთებენ. მაგრამ ნუ ახლა ჩვენ ცხოვრობთ იქ, სადაც ცხოვრობთ, ამიტომ პატივი უნდა ვცეთ იმ ადგილს, სადაც ცხოვრობთ და ამისათვის რომ შევძლოთ ასეთი ტიპის უხერხულობა ავაცილოთ წყვილებს, ვინც ჩვენთან მოდის, 10-დან 7-8, 72-75 პლუს მინუს პროცენტი პირველ 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდში იღებს შედეგს. ეს ძალიან კარგი თანამედროვე შედეგია. აქ არ არის ლაპარაკი მარტო იმით რომ განაყოფიერებს. მაგალითად, შეხედეთ, შარშან ჩვენ რამდენი წერია 847 ახალი სიცოცხლის შევქმნით, ხო? ჩვენმა კლინიკამ. დღეს 4 შაბათია, დღეს დავთვალე საერთო ჯამი შარშანდელს წლევანდელი იგივე პერიოდი 37 უსწრებს, უბრალოდ 17 გვყავს. ბოლო ერთ კვირაში 21 ორსულობა გქონდა. რამდენი სამუშაო დღე ერთ კვირაში? 5 რა თქმა უნდა. 21 რომ გავყოთ 5-ზე გამოდის 4.2, ხო? 4-ზე მეტ 3-4 ახალ სიცოცხლეს ვქმნით ერთ სამუშაო დღეში. და საერთო ჯამი ჩვენი პაციენტების ევერესტის სიმაღლეს 8058 მნიშვნელოვნად ასწა და ყოველ დღე 4 ადამიანი, 4 ბავშვი, თითო 50 სანტიმეტრია მინიმუმ და ისინი კიდე ხომ მისდებიან, ვინც 7888 იყო დღეს. ხო? აი ეს არის ის, რაცაც შეხედეთ ამდილით გაფრინდა შვიდობის აი ამ კომიტეტის ჩამოსული იყო სპეციალურად ჩემთან რამოდენიმე დღით კომიტეტის გენერალური მდივანი შვედეთიდან თან სკულპტორია. ანუ მოქანდაკეა და სხვა შორის ეს ქანდაკებები ნახავთ თქვენ ეზოებში და სამი ქანდაკება წაიღო ამდილით ჩემი შვედეთში. ეს ყველაფერი საჩუქარია რა თქმა უნდა, შვიდობისა და სხვა პარკებისათვის, აფრიკის და შვედეთისათვის ჩემგან გაკეთებული. და ეს რა კარგიაო თან რო დაგაქვსო ეს გლობუსი. ვიცი რა არის ეს გლობუსი? 4 რამ ამაგზეთ აღნიშნული ფერებით. ნახე, პირველი სიცოცხლეები, რომელიც დედამიწაზეა სხვადასხვა კონტინენტებზე დაწყებული ნიუ-იორკიდან, დამთავრებული ავსტრალიით, შემდეგ ჩემი ძეგლები, რომელთა რაოდენობამ და სიმაღლემ ეიფელის კოშკის სიმაღლეს ყველა კონტინენტზე გადააჯობა სიმაღლით, საერთოდ სიმაღლით. წიგნები, რომელსაც წერდა სხვა ენებზე ან ნათარგმნი და მათ შორის ქართველთა სათვისტომოებისთვისაც, ამ წიგნებშიც სიცოცხლის და იმ შვილებს რომ გააჩენ, მას ხომ გაზდა სჭირდება, ბატონო.
და ბოლოს ბედნიერების კლუბები და საერთაშორისო სკოლებსა და უნივერსიტეტებში ბავშვებისათვის სხვადასხვა ადგილებში უკვე. ეს ჩემი ცხოვრების და ჩემი გუნდის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც ჩემი მეუღლე, ჩემი შვილები, ჩემი სხვა თანამოაზრეები ცხოვრობენ და მუშაობენ. და ქმნიან იმას, რასაც ქვია ახალი სიცოცხლე. აუცილებლად გადავალ თქვენ შემოქმედებით მხარეზე, მანამდე მინდა ერთი კითხვა კიდევ რო დაგისვათ, თქვენ ახსენეთ ასე რომ ვთქვათ, გაყინვის პროცესი, თუნდაც კვერცხუჯრედის, თუნდაც ბიოლოგიური მასალის. კარგი კითხვაა. მინდა უფრო მეტად ვესაუბროთ მაყურებელს თუ რას მოიცავს ეს და ვთქვათ, შეუძლია თუ არა პიროვნებას გაყინოს მისი ბიოლოგიური მასალა და შემდეგ ვთქვათ, როცა მოუნდება, მაშინ დადგეს ეს ორსულობა. მანდ კარგ რამეს გეტყვით. დღეს უფრო და უფრო მეტი მიმართავს თუ ქალები არ ასპირებენ შვილის გაჩენას 35 წლამდე თავისი კარიერული თუ სხვა საკითხებით, ცივილურ სამყაროში 34 წლის ასაკში უმეტესი მათგანი ყინავს თავიანთ კვერცხუჯრედებს, იმიტომ რომ მერე და მერე იკლებსო, ხო, გაჩვენეთ. კი ბატონო. მამაკაცები მე პანდემიის პერიოდში კორონავირუსის დროს რამოდენიმე ახალგაზრდა კაცი მოვიდა და მათ შორის ჩემი ოჯახი და სპერმა გაყინა და შეინახა. იმ შემთხვევაში თუ რაიმე დაავადების ან რაღაცის გამო შესაძლო მომხდარიყო მისი დაკვეთა. ძალიან მარტივი პროცედურაა, იაფი პროცედურა, განსაკუთრებით მამაკაცის სპერმის გაყიდვა, სპერმა მოდის, მოწმდება და 300 ლარია სულ მისი გაყიდვა. ანუ მატერიალურად არ წარმოადგენს რაღაცას ტექნიკურად. შეგიძლია 10 წელი კონდეს 10 წელზე მეტი უკვე გამოყენებულია. ასევე იყინება კვერცხუჯრედები და ასევე იყინება ემბრიონები. 172 გრადუსია მინუსით. და ისინი მერე ან ნახეთ მეორე ნაწილია. გაყინვა კიდე რაში გამოიყენება. თქვათ გავაჩინე ერთი შვილი და კიდე რამოდენიმე ემბრიონი მქონდა. ეს დანარჩენები გავყინე, შევინახე და 1 წლის მერე, 2 წლის მერე მოვედი და გამოვიყენე, გამოვყინე და შემდეგი შვილი ასე ვთქვათ მომინდა რომ გამეჩინა. ასე რომ ეს არის ძალიან თანამედროვე მარტივი პროცედურა, გარკვეულ მატერიალურ ნაწილებთან არის ქალის ორგანიზმთან დაკავშირებული, მაგრამ ნახეთ, იყო ასეთი მარგარიტ ტეტჩერი, ახლა ამ თაობას აღარ ახსოვს და ეს იყო პრემიერ-მინისტრი ბრიტანეთის, რკინის ლედის ეძახდნენ. კარგი გამოთქმა ჰქონდა ერთი. უფასო არის მხოლოდ ერთადერთი რამო, ყველი სათაგურშიო. და რა ფასიზის ეს ყველი სათაგურში, კი იცით, თქვენ თუ შეყო თავი იქ, მან რა ქვია წურწურნავ, ის ყველი დაუждდება სიცოცხლის ფასს, ხო? ანუ დანარჩენად თუ რაიმე გინდა გააკეთო, ყველაფერს აქვს შესაბამისი ფასი. არც ერთი ჭკუათმხობელი არ ეთქვის, რომ მანქანის ყიდვა რომ მინდა, უფასოდ უნდა მომწეს ვინმე, ხო? თქმა უნდა. ასევე ხშირ ბევრი რამ ახსენეთ თქვენი შემოქმედების შესახებ და მინდა გავამახვილო ასევე ყურადღება ამ გადაცემაში. ბევრ ასე ვთქვათ, ზეგლს ხვდებით ჩვენს უნივერსიტეტშიც, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტშიც და ვიცით თქვენი შესაძლებლობების შესახებ. გვაინტერესებს ამ ყველაფრის შესახებ, საიდან დაიწყო და რა გეგმები გაქვთ მომავალში და რა მიზნები გაქვთ ამ ხრივ რო გითხრათ. სხვათა შორის მე ბევრჯერ მithქვამს ბატონი ზურავა დაჭკორია და ბატონი ალეკო და ჩემი მეგობარი პროფესორი ირინა კვაჭაძე იყვნენ ის ადამიანები, რომელიც მე მინდოდა 2017 წელს ჩარლი ჩაპლინის მუზეუმში შვეიცარიაში რო ვიყავ, წელსაც ვიყავ სხვა შორის. რატომღაც იქ გამიშთა ესეთი სურვილი, რომ გონებას კი ვამზადებდი, იქაური ჩანაწერები ახლაც ამაკ რო ვიპოვე. რომ ჩემ ქვეყანაში მინდოდა ბედნიერებაზე საუბარი დამეწყო. ჩამოვფრინდი თუ არა დილით, შუა დღისას უკვე მივედი ჩემს მეგობარ სკულპტორთან, ლევან მარდოსაინძესთან და მაშინ მე სკულპტურებს არ ვაკეთებდი. საერთოდ ხატვა დავიწყე 53 წლის ასაკში და 58 წლის ასაკში დავიწყე ძეგლების გაკეთება. ჩემი საკუთარის. მივედი და ვთხარი, რომ ახლა ძეგლი უნდა გავაკეთოთ ბედნიერებაზე. რა გავაკეთოთო? არ ვიცი, მაგრამ მან როგორც სკულპტორმა ერთ-ერთი ცნობილი მსოფლიოში, აი ეს დიდი ძეგლი რომელიც ჩანს, მაგრამ მოდელი გავაკეთე. ეხლა ეს მოდელი იმ უნივერსიტეტში ჯავახიშვილის სადაც ვარ პროფესორი, რა კარგია მითხრეს 1 თვე, 2 თვე, 6 თვე. ლაპარაკი იყო რომ ეს საჩუქრად უნდა გაგვეკეთებინა მე და სკულპტორს. და ჩვენი დღესაც ერთ-ერთი ქალბატონი ნინო მოკლედ ამ დეკანატიდან აღმოჩნდა, შემხვდა სადღაც და ეს რო უთხარი ჩვენ უნივერსიტეტშიო
ადგილი არსად მეგულებოდა, იმიტომ რომ აქ გახსოვთ თქვენ როგორ თუ გახსოვთ, არ ვიცი, პატარა შემოსასვლელი იყო და მე ეს გააფართოვეს და სკვერი გააკეთეს. ეს ამას მიუძღვნეს. მოკლედ, ქალბატონი ირინა კვაჭაძის მეშვეობით, რომელიც ჩემი სტუდენტობის მეგობარია, ეს ფოტო მივაწოდე ბატონ რექტორს იმ პერიოდისას ბატონ ზურაბ ბადაჩკოშს. ძალიან დაინტერესდა, რომ შევხვდეთო ხვალვე თუ ზეგვე სკულპტორთან ერთად. მოვედით ამ პატარა ძეგლით. ძალიან კარგია უთქვა დავდგათო. ბატონი ალეკო ახლა კანცლერი ბუაჩიძე. ესე იგი, მთელი საბჭო ეს განიხილეს და თითქოს ფრთები შემესხა, დავიწყეთ მისი გადიდება, მუშაობა და პირველი ძეგლი 2019 წლის 1 თებერვალს გაიხსნა ზედაწერია. მე ღირსება და მე მივხვდი რომ მიხოთ იმ საერთოდ ჩემი მეგობარია ის შრომასდებს თუ რამე მინდა და თუ რამის ერთი ადგილი მაქვს, როსაც ეძახიან რომ თუ გაქვს ამისი სლენგზე რომ არ თქვა, ამისი შნო თუ გაქვს, მე თვითონ უნდა მოვიფიქრო, მე თვითონ უნდა შევქნა, მე თვითონ უნდა დავდგა და აი შემოსასვლელთან რომ ბედნიერების galaktika დგას 2 მეტრზე მეტი, 2 მეტრი ნახევარია, ეს იყო პირველი დიდი, რომელიც გავაკეთე და რომ თქვა ლამაზია და მოიტანე და დავდგა და მაშინ ფართოვდებოდა ეს ნაწილი. ამან ფრთების შემასხა 1 2 აგვისტოს 2021 წლის ნიუ-იორკში წავიღე ჩემ დაბადების დღეზე 58 წელს ვხდებოდი და ქართველთასათვის ტომოში დავდგი და 3 თვე ნახევარში მივხვდით იმის რომ პანდემია იყო ნოემბრის ბოლომდე 5-ვე კონტინენტზე ევროპაში, ამერიკაში, აფრიკაში, აზიასა და ავსტრალიაშიც კი დადგმული მქონდა. და მე დავიწყე დანარჩენი ძეგლები და კი ხედავთ ახლა სოფლიოში აი ახლა სხვათა შორის რომის პაპთან შეხვედრა დღესაც მომწერეს რომის პაპთან როგორც იმ მშვიდობის ასოციაციიდან შვედეთის რომის პაპთან შეხვედრაზე თუ იქნებით თანახმობა მე ვთქვი მთელი ხალხი თავს იკლავს და მე უარს როგორ ვიტყვი და ძეგლს თუ ჩამოუტანთ იმ შვედებს რო ჩაუტანი ბიჭო მე ვთქვი 5-ვე კონტინენტზე დავდგი ძეგლები ეიფელის სიმაღლეზე რომის პაპს დავამადლი ძეგლს მე ვთქვი ეს ბედნიერს ხდის ერთს უკითხავს ბიზნესმენს კი მაგრამ ამ ძეგლებს რო დგამსო ამასო ვინ უზრუნველყოფსო დღე და ღამე მუშაობ თელი ჩემი ცხოვრება და ჩემი ძეგლის გაკეთებაში თან საერთოდ აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტექნოლოგიები მოვიფიქრე რომ რაც შეიძლება მარტივი უნდა იყოს და რაც შეიძლება ნაკლებ მატერიალ იმიტომ რომ ახლა მე თუ ჩემი საცხოვრებელი სახლი გავყიდე ძეგლი დავდგეს ფიროსანმა რო გაყიდა სახლი ვარდები მიუტანოსო იმასო ლეგენდა თუ აქვს ეგრე არ ვცხოვრობ მე ხო ანუ ყველაფერი უნდა იყოს მიზნისა და შესაძლებლობის კარგი ბალანსი მაშინ შეუძლებელი არაფერი გადაცემის ბოლოს კი მინდა ისევ დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას და ვუთხრათ საზოგადოებას რომ უშვილობა არ არის განაჩენი და ეს გარკვეულ რიგ შემთხვევებში და ძალიან ხშირად გამოსწორებადია. მადლობთ ძალიან პატივისცემით ვეპყრობი ასეთ თქვენს სიტყვებს, თუმცა აი ეს შემოვიდა არ არის განაჩენი და სხვა. ნახეთ, საერთოდ რატომ ვადარებთ რამე უშვილო წყვილების აბსოლუტურ უმეტესობა სრულიად ჯანმრთელია. არის რაღაცა დარღვევები, რომელიც გარეგნულად მის ცხოვრების ხარისხზე არ მოქმედებს გარდა შვილისა. ამიტომ ნახეთ თუ მიდგომა იქნება ესეთი დღეს 21 საუკუნეა პრაქტიკულად პასუხისმგებლობით ვაცხადებ. არ არსებობს დიაგნოზი, რომლის გამოც შვილის გაჩენა ვერ შეძლოს წყვილმა ამა თუ იმ მეთოდის ჩართულობით დროის თუ მატერიალური სხვადასხვა დანახარჯით და ნახეთ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნებისმიერი თქვენგანი ვინც ახლა გვიყურებთ თუ თქვენ გსურთ შვილის გაჩენა მეკითხარით 67 წლის ქალმა თქო 54-ის 49-ის 47-ის ამაზე აღარ ვლაპარაკობ რა თქმა უნდა ზოგან საკუთარი კვერცხუჯრედია ზოგან მაგრამ შვილი არ არის მარტო კვერცხუჯრედი შვილი არ არის მარტო 23 ქრომოსომა შვილი არის სიცოცხლე რომელსაც ჩასახავენ ადამიანები შექმნიან თავიანთი ფსიქოემოციური თუ მატერიალური შრომით და მის ზრდაში ცხოვრების დიდ ნაწილს დებენ. და ბოლოს ნახეთ ამ ჩემი წიგნიდან სხვა ყოფნის ნიჭი. როცა საკუთარ თავს ყოველდღიურად წვრთნი და ცვლი, მაშინ ხელმეორედ იბადები და საკუთარ ბედნიერებას და აქ და ახლა ქმნი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იცი რა შვილი რო გვეყოლება, შვილი რო გვეყოლება, მერე ვიცხოვრებთ, ასე არ აღმოჩნდა ცხოვრება. ცხოვრება ახლა და აქ არის და როდესაც არავის ედარები, არც არავის წინ ხარ და არც არავის უკან. შეედარე საკუთარ თავს და უკვე ზრდა არის პიროვნული. გამოსა შეუძლებელი არაფერია
განსაკუთრებით 21 საუკუნეში შვილოსნობასთან მიმართებაში. იპოვეთ თქვენი მშობლად გახდომა ხომ ბედნიერება, იპოვეთ თქვენი ბედნიერება თქვენსავე თავში სიმშვიდისა და მოთმინების ინტერესისა და მუდმივი წვრთნის გზით. ძალიან დიდი მადლობა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციისათვის და კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ჩვენ გადაცემაში მობრძანებისთვის. მინდა ასევე მადლობა გადაუხადოთ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს ჩვენი პროექტის მხარდაჭერისათვის და ასევე მადლობა მინდა გადაუხადო ამავე უნივერსიტეტის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს ჩვენი ორგანიზაციისა და პროექტის მხარდაჭერისათვის. თქვენ მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, ასევე მოიწონოთ ეს ვიდეო, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ეპიზოდებში. ნახვამდის.